პრინციპში რაზეც ირაკლი მისაუბრა შესაძლოა და რაც თქვენ ახსენეთ სალომე ორივე საკითხი გვაქვს როგორც პროპაგანდისტულად გრძელვადიანი კი არა ერთდღიანი პროპაგანდა ისე უფრო გრძელვადიანი ხედვები. ერთი იმით უნდა დავიწყოთ რომ ზოგადად ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა არის პრობლემა. კი და ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ადამიანი თუ დარგის პროფესიონალი იტყვის რომ ამ მიმართულებით ქვეყანას არაერთი გამოწვევა აქვს, რაზეც ბევრად მეტი არის გასაკეთებელი და სახელმწიფოს თუ სხვა კერძო სტრუქტურებს ბევრად მეტი აქვს გასაკეთებელი ვიდრე დღეს კეთდება. ამაზე პრობლემური მოხმარების მაღალი მაჩვენებია. მათ შორის ესეც ამით რომ დავიწყოთ, კი ბატონო, საქართველოს დღეს არის რეგიონშიც და იგივე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონშიც მათ შორის ხო ერთ-ერთი მოწინავე უარყოფითი კონტექსტში ოღონდ სახელმწიფო პრობლემური მოხმარების რაოდენობით, ხო? და ასევე ისიც ნათელი არის რომ იგივე მახსოვს არჩევნების წინ რამდენიმე საზოგადოებრივ კვლევაშიც ფიქსირდებოდა რომ ნარკოპოლიტიკას ქართველი მოსახლეობა ხედავს როგორც პრობლემას, ხო? აი ამ საკითხებზე საპასუხოდ ცხადია ხელისუფლებისთვის რამდენიმე, როგორ თქვა, რამდენიმე მიმართულებით იღებს ბენეფიტს, როცა ამგვარ კანონპროექტს აანონსებს, ხო? ერთი არის ის, რომ ამ საზოგადოებრივ წუხილებს თითქოს ეხმაურება და პასუხობს და საზოგადოება, რომელიც შეიძლება უკმაყოფილო იყოს არსებული მოცემულობით, არსებული ნარკოპოლიტიკით თუ მისი შედეგებით, ეუბნება რომ ჩვენ ვიქნებით ეფექტიანები, ჩვენ ვიბრძოლებთ ამ პრობლემასთან გასამკლავებლად და ეს შეიძლება იყოს ეფექტიანი მექანიზმი როგორც უშუალოდ ქართული სამომრჩევლისთვის, ისე მათი არამომრჩევლისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ეს პროპაგანდა ბევრისთვის შეიძლება მუშაობდეს. მეორე საკითხი ის არის რომ ამ ცვლილებებს არ აქვს მხოლოდ პროპაგანდისტული და პირობითად ელექტორატზე მუშაობის ამბიცია თუ ამოცანა, ხო? ამით რეალურად დაინიცირებული ცვლილებებით იქ რამდენიმე საკითხი არის გამოსარჩევი, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ხაზი ამ ცვლილებების არის იძულებით ნარკოტესტირების მექანიზმის ახლებური მოწესრიგება, რომელიც რეალურად იმაზე კიდევ უფრო მეტად ძლიერი ინსტრუმენტი იქნება და კონტროლის თუ რეპრესიის იმაზე უფრო ძლიერი მექანიზმი იქნება, ვიდრე ეს მექანიზმი გამოიყენებოდა 5-10-15 წლის წინ. ხომ რომელიც შეახსნა და რას ნიშნავს? კი ბატონო. რის უფლებას ინიჭებენ? ხო, ძალიან ვეცდები რომ ძალიან მოკლედ ჩამოვაყალიბო, ძალიან მოკლედ მიმოვიხილავ რა მექანიზმი არის. ეს იძულებით ნარკოტესტირების მექანიზმი, ახალი არ არის, წლების განმავლობაში გამოიყენებოდა საქართველოში და ეს იყო პოლიციის მექანიზმი, რომ მოქალაქეებზე, რომელზეც აქვს ეჭვი, რომ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, ან იმყოფება დროების ქვეშ, გადაიყვანა ნარკოლოგიურ დაწესებულებაში, მათი ბიოლოგიური მასალის და ვთქვათ კლინიკური ექსპერტიზის გზით დაედგინათ, მოიხმაროთ რა ადამიანმა ნარკოლოგიური ნივთიერება, ნარკოტიკული საშუალება, ხო? და წლების განმავლობაში ეს მექანიზმი გამოიყენებოდა პოლიციისთვის, იმისთვის, რომ მათთვის არასასრული მოქალაქეებზე კონტროლი განეხორციელებინა, შანტაჟი განეხორციელებინა, ეიძულებინა, რომ ეთანამშრომლა პოლიციისთვის, ან უბრალოდ დაეყოვნებინა და ამ გზით არ ვიცი, სხვა რაიმე დანაშაულზე მიიღო ინფორმაცია. 2015 წლიდან დაახლოებით მოქალაქეებმა დაიწყეს მასიურად უარის თქმა ნარკოლოგიურ შემოწმებაში მონაწილეობაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს არის კონსტიტუციური პრინციპის დარღვევა, იმიტომ რომ ადამიანი არ არის ვალდებული მისი თავის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება და მათ შორის ამ ჩვენების ნაწილად შეიძლება მოვიაზროთ ბიოლოგიური მასალა. საინტერესო არის ის, რომ რამდენიმე კვირის წინ, დაახლოებით თვენახევრის წინ ამ საკითხის საკონსტიტუციო სამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება. სახალხო დამცველს ჰქონდა ჯერ კიდევ წლების წინ შეტანილი ეს სარჩელი ამ საკითხზე და დაავდა სახალხო დამცველი, წინა სახალხო დამცველი ამ მექანიზმის არაკონსტიტუციურობაზე და საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საკითხზე თქვა, რომ არა ბიოლოგიური მასალა არსებობს ადამიანის ნებისგან დამოუკიდებლად. და ამიტომაც ეს მისი ჩაბარების იზოლება არ არის თვით ინკრიმინაციის პრინციპთან წინააღმდეგობაში, ხო? და ამას როგორც ჩანს, მე არ გონია რომ ეს შემთხვევით ხდება, რომ ამ საკითხზე მაინც და მაინც ახლა მოიცადა საკონსტიტუციო სამართლომ და არც ის გონია რომ ძალიან მალევე მე ამას მოაყოლეს ეს ცვლილებები და დღეს უკვე შემოთავაზებული ცვლილებებით ხომ რა ხდება? ანუ ადამიანები თუკი ანუ ერთია რომ უბრალოდ პოლიციას აქამდე შეეძლო იძულებით ნარკოტიკულ შემოწმებაზე ძალიან მარტივი საფუძვლებით მოქალაქეების გადაყვანა, მაგრამ ეს პრაქტიკა ბოლო წლებში აღარ იყო ისეთი აქტუალური და აქტიური, იმიტომ რომ იცოდნენ პოლიციელებმა რომ ამაზე მოქალაქეები უარს განაცხადებდნენ და ამაში აღარაფერი ინტერესი აღარ არსებობდა, ხო? ეხლა რაც იცვლება სწორედ ეს არის, რომ ადამიანი თუკი მოქალაქე აცხადებს უარს ნარკოლოგიურ შემოწმებაში მონაწილეობაზე, ეს უკვე ავტომატურად არის სამართალდარღვევა. ეს უკვე პირდაპირ არის სამართალდარღვევა
მოყვება, ამისთვის ჯერ დაისჯება ადამიანი 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმით და ასევე ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და 1 წლის განმავლობაში იგივე ქმედების გამეორება უკვე არის სისხლის სამართლის დანაშაული. ანუ რეალურად ჩვენ ვიღებთ ვითარებას, როდესაც ეს მექანიზმი იმაზე უფრო სახიფათო შინაარს იძენს, ვიდრე ყველაზე, როგორ თქვა, ბრუტალური ნულოვანი ტოლერანტობის პერიოდში ქონდა, იმიტომ რომ მაშინაც კი მოქალაქეებს შეეძლოთ თეორიულად რომ უარია თქვა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე და ამ დროს პოლიციას არ ქონდა არანაირი იძულების ბერკეტი. დღეს უკვე პოლიციას იძულებაც კი აღარ ჭირდება, იმიტომ რომ უარი ავტომატურად არის მოქალაქეების პრობლემა, პასუხისმგებლობა და ამას აუცილებლად გამოიყენებენ ცხადია არა ვთქვათ რეალური პრობლემის გასამკლავებლად, არამედ მათთვის არასასურველი მოქალაქეების კონტროლისთვის, იმიტომ რომ ერთ-ერთი საფუძველი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანის არის ოპერატიული ინფორმაცია. და ჩვენ ვიცით ოპერატიული ინფორმაცია როგორ გამოიყენება ყოველდღიურ კონტექსტში